ჯეისონ სიფერმანი არის ამერიკელი ექიმი, რომელიც სპეციალიზებულია ტკივილის მედიცინასა და ანესთეზიოლოგიაში. იგი მოღვაწეობს ნიუ-იორკში. აქვს მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება ქრონიკული და მწვავე ტკივილის მართვის, ინტერვენციული ტკივილის თერაპიისა და პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის მიმართულებით. დოქტორი სიფერმანი აქტიურად არის ჩართული თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვაში, რაც მიზნად ისახავს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენასა და ტკივილის ეფექტიან კონტროლს. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს კუნთსახსროვანი, ნეიროპათიული და ქრონიკული ტკივილის სინდრომების დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ასევე ინტერვენციული პროცედურების გამოყენებას ტკივილის მართვის სფეროში. თავისი პროფესიული საქმიანობითა და გამოცდილებით დოქტორი ჯეისონ სიფერმანი აღიარებულია როგორც ტკივილის მედიცინის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ნიუ-იორკში. დღეს ჩვენ ეთერში გვყავს ტკივილის მედიცინის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ჯეისონ სიფერმანი. საქართველოში ტკივილის მედიცინა ჯერ კიდევ შედარებით ახალი მიმართულებაა, ამიტომ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. ბატონო ჯეისონ, მადლობა რომ ჩვენი მოწვევა მიიღეთ. მადლობა მოწვევისთვის. საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ ტკივილი მხოლოდ სხვა დაავადებების სიმპტომია და მას სხვადასხვა სპეციალისტი მართავს. რას მოიცავს ტკივილის მედიცინა, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება? სწორედ იმიტომ ჩამოყალიბდა ტკივილის მედიცინა დამოუკიდებელ სპეციალობად, რომ ყველა ექიმი შესანიშნავად ფლობს საკუთარ სფეროს, თუმცა ყოველთვის ვერ მართავს ტკივილს. ტკივილი ყოველთვის პირდაპირ არ მიგვანიშნებს მიზეზზე. მაგალითად, მუცლის ან თავის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემის პრობლემებით იყოს გამოწვეული. ხშირად პაციენტს ეუბნებიან, ვერ ხვდები, რა იწვევს თქვენს ტკივილს. ეს ექიმის არაკომპეტენტურობას არ ნიშნავს. უბრალოდ, ზოგჯერ უფრო ფართო ხედვაა საჭირო. ჩვენი მიზანია პაციენტს შევუმსუბუქოთ ტკივილი, რადგან სანამ მიზეზს ვეძებთ, ადამიანი არ უნდა იტანჯებოდეს. მეორე მხრივ კი ვცდილობთ ტკივილის წყარო დავადგინოთ და მოვუაროთ. What are the most common types of patients you see in your practice? რით განსხვავდება თქვენი სფერო ნევროლოგიისაგან, ორთოპედიისაგან ან რევმატოლოგიისაგან, სადაც ტკივილი თითქმის ყველა დაავადებას ახლავს? ჩემი ძირითადი სპეციალობა ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციაა, რომლის მთავარი ამოცანა ადამიანის ფუნქციის აღდგენა. ტკივილი ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. ჩვენ პაციენტს მთლიანობაში ვუყურებთ. ვაფასებთ ორთოპედიურ, ნევროლოგიურ, რევმატოლოგიურ და საჭიროებების შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ფაქტორებსაც. ხშირად ხვდებიან პაციენტები, რომლებსაც ყველა ანალიზი და კვლევა ჩატარებული აქვთ. პასუხები დამაკმაყოფილებელია, თუმცა აუტანელი ტკივილი მაინც აქვთ. ზოგჯერ მათ ეუბნებიან, რომ პრობლემა თავად აქვთ და აბუქებენ. რას ეთყოდით ასეთ ადამიანებს? სამწუხაროდ ეს საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა. თუ ექიმმა მიზეზი ვერ იპოვა, ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილი არ არსებობს. მაგალითად, MRI-ის პასუხი მხოლოდ რადიოლოგის დასკვნა არ არის. მე თავადაც დეტალურად ვაკვირდები გამოსახულებებს, რადგან პაციენტის ისტორიის ცოდნა ხშირად ისეთ დეტალებს აჩენს, რომლებიც მხოლოდ სურათების აღწერიდან არ ჩანს. როდესაც პაციენტი ამბობს, რომ ყველაფერი უკვე ვცადე, პრაქტიკაში მაინც რჩება შესაძლებლობები, რომლებიც ჯერ არ გამოუყენებიათ. ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ? პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ხვდებით თავის ტკივილს, კისრისა და წელის ტკივილს, სახსრების ტკივილს, მუცლისა და მენჯის ქრონიკულ ტკივილს, თიაქარს, აუტონომიურ დაავადებასთან დაკავშირებულ ტკივილს. ჩვენ არ ვკონცენტრირდებით მხოლოდ ერთ კონკრეტულ დაავადებაზე. ნებისმიერი ქრონიკული ან რთულად ასახსნელი ტკივილი ჩვენი ინტერესის სფეროა. ფიბრომიალგია ხშირად ფსიქოლოგიურ დიაგნოზად მიიჩნევა. როგორ უდგებით ასეთ პაციენტებს? ფიბრომიალგია ჩემთვის სრულიად რეალური სამედიცინო მდგომარეობაა. ის ხშირად ვითარდება თავის ან ზურგის ტვინის ტრამვის შემდეგ და ნერვული სისტემის გადაჭარბებულ მგრძნობელობას იწვევს ტკივილის მიმართ. დიახ, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტკივილი წარმოსახვითია. ქრონიკული ტკივილი ცვლის ადამიანის ცხოვრებას. შეიძლება დაკარგოს სამსახური, სოციალური როლი, თვითშეფასება. ასე დროს დეპრესია, შფოთვა და შიშის სრულიად ბუნებრივი რეაქციებია. ამიტომ ქრონიკული ტკივილის მკურნალობა მხოლოდ ფიზიკური სიმპტომების შემცირება არ არის. აუცილებელია პაციენტის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაც. ბევრს ჰგონია, რომ ტკივილის მკურნალობა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს ან ინექციებს გულისხმობს. როგორია ტკივილის მართვის თანამედროვე მეთოდები? ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ფიზიკური გასინჯვაა. სწორედ პაციენტის მოძრაობის, კუნთების, სახსრებისა და ნერვული სისტემის შეფასება მაძლევს ყველაზე მეტ ინფორმაციას. შემდეგ უკვე ვიყენებთ მედიკამენტურ მკურნალობას, ფიზიოთერაპიას, აკუპუნქტურას, საჭიროების შემთხვევაში ქიროპრაქტიკულ მეთოდებსაც. დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ინექციებს,
სტეროიდულ ბლოკადებს, ნერვული სისტემის სტიმულაციას ან ტკივილის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ყველა პროცედურას ინდივიდუალურად ვარჩევთ. მაგალითად, ყველა ეპიდურული ინექცია ერთნაირი არ არის. მათი ტექნიკა დამოკიდებულია კონკრეტულ პაციენტზე. თქვენთან პაციენტები ხშირად უკვე უამრავი კვლევით მოდიან. საიდან იწყებთ? ყოველთვის ვიწყებ პაციენტის ისტორიით. ჯერ მინდა გავიგო, როგორ განვითარდა ტკივილი, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში და რა გზა გაიარა პაციენტმა. შემდეგ ვაანალიზებ ჩატარებულ კვლევებს, ლაბორატორიულ პასუხებს, წინა ექიმების შეფასებებს და ჩატარებული მკურნალობის შედეგებს. ადამიანები ხშირად ყველა თავის ტკივილს შაკეკს ან დაძაბულობის თავის ტკივილს ეძახიან. რეალურად რამდენად მრავალფეროვანია ეს დიაგნოზები? თავის ტკივილი გაცილებით ფართო თემაა. არსებობს პირველადი თავის ტკივილები, მაგალითად შაკიკი და ავტონომიური ცეფალგიები. ასევე არსებობს მეორეული თავის ტკივილები, რომლებიც გამოწვეულია სხვა პრობლემებით. კისრის პათოლოგიით, ტრავმით, COVID-19-ის შემდგომი მდგომარეობით, ყბის სახსრის პრობლემებით, ქალასა და კირის შეერთების არასტაბილურობით, ქალიში და წნევის ცვლილებით. ხშირად ერთ პაციენტს ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ტიპის თავის ტკივილი აქვს. ამიტომ სწორი დიაგნოზისთვის თითოეული სიმპტომის დეტალური ანალიზია საჭირო. და ბოლოს, რას ურჩევდით ადამიანს, რომელსაც ტკივილის სპეციალისტთან არასდროს ჰქონია კონსულტაცია? თავარი მიზანია გავიგოთ, რა იწვევს ტკივილს და რა არის საუკეთესო გზა მის სამართავად. კონსულტაციის შემდეგ პაციენტი იღებს დეტალურ რეკომენდაციებს, რომლებიც შეუძლია გაუზიაროს საკუთარ მკურნალ ექიმსაც. ხშირად ვადგენთ ეტაპობრივ გეგმას. პაციენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისდევს ამ გეგმას, შემდეგ კი კვლავ ხვდებით. ვაფასებ შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ვცვლით სტრატეგიას. ტკივილის მართვა ერთჯერადი ვიზიტი არ არის. ეს თანამშრომლობის პროცესია, რომლის მიზანიც პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. Thank you so much. ბატონო ჯეისონ, დიდი მადლობა საინტერესო და ამომწურავი საუბრისთვის. მადლობა მოწვევისთვის. იმედი მაქვს ეს ინფორმაცია დაეხმარებათ ადამიანებს უკეთ გაიგონ, რომ ქრონიკული ტკივილი რეალური პრობლემაა და მისი ეფექტური მართვა შესაძლებელია.